ჩემი აზრით ძალიან მაგარი რამ მოხდა მეზობელ და მეგობარ სახელმწიფო სომხეთში. ისიც რომ დასრულდა საპარლამენტო ისტორიული არჩევნები. გულახდილად გეტყვით, რომ მეც მქონდა მოლოდინი, რომ ნიკოლ ფაშინიანი და მისი პოლიტიკური გუნდი გაიმარჯვებდა ამ არჩევნებში, მაგრამ ამავდროულად ვაკვირდებოდით ყველანი, როგორ გააფთრებით იბრძოდა ამ საკუთარი გავლენების დასაბრუნებლად, შესანარჩუნებლად ალბათ მაინც არ არის სწორი, დასაბრუნებლად რუსეთი, რომელიც ამ არჩევნების შედეგებს ალბათ მაინც შეეგუება, მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ მეორე რაუნდსაც გაუმართავს ბრძოლისა სომხეთის რესპუბლიკას უკვე რამდენიმე თვეში. მე ჩემს მოლოდელი იყო, რომ საკმაოდ ბევრი ქართველი საქართველოს მოქალაქე აკვირდებოდა ამ პროცესს, ის და მაინც არა დამკვირვებლად, არამედ ბევრი ჟურნალისტი, ბევრი კოლეგა იყო ჩასული და გადმოსცემდნენ იქიდან რეპორტაჟებს. ხვდებოდა რა საზოგადოების ერთი ნაწილი დარწმუნებული ვარ, ნამდვილად მნიშვნელოვანი არა მხოლოდ სომხეთისთვის, არამედ კავკასიის რეგიონისთვის და უფრო ფართოდაც ეს არჩევნები. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola. ჩემი ბოლოდროინდელი სტუმრებიდან უკვე მეორეჯერ ერთ და იგივე პიროვნება, ერთ და იმავე პიროვნება გვყავს სტუმრად. გიორგი ტუმასიანი, ჯერ საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი. მე მას მივესალმები, გიორგი, მადლობა თქვენ ახლაც ერევანში იმყოფებით. და პირველი კითხვა ამგვარია, დაღლილი ჩანხართ პირველ ყოვლისა. რა მდგომარეობაა ახლა სომხეთში? რამდენადაც ვიცი, ყველა ოლქის დათვლილია და შედეგები პრინციპში უკვე საბოლოოა. ირაკლი, მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს და დიახ, დასრულებული არის მთლიანად დათვლა 2005 საარჩევნო უბანზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლის შედეგადაც ნიკოლ ფაშინიანის პარტია მოიპოვა საერთო ხმების, ესე იგი, დამრგვალებულად რომ თქვა 50%. ამავდროულად პარლამენტში ხდება ასევე ორი პოლიტიკური ძალა, რუსი ოლიგარქი სამվել კარაპეტიანის 23% მიიღო ხმების, ასევე დამრგვალებულად ვამბობ და 10% მიიღო რობერტ ქოჩარიანის და დაშნაკ ცუცუნის ერთობლივმა ალიანსმა. კიდევ ერთი პარტია გაგიკ წარუკიანის ვერ გადალახა 4%-იანი ბარიერი, რეალურად ძალიან ახლოს იყო, მაგრამ 0.02% დააკლდა და შესაბამისად ვერ ლახავს. აქედან გამომდინარე მოხდება გადანაწილება ამ პროცენტების უკვე მანდატებში და იქედან გამომდინარე სომხურ პარლამენტში არის 105 მანდატი. ნიკოლ ფაშინიანის პარტიას ეყოლება 61 პარლამენტის წევრი, რაც არის საერთო რაოდენობის 58%, ხოლო 42% მანდატების, რაც რაოდენობრივად 44 პარლამენტარს გულისხმობს, ეყოლება ამ ორ ოპოზიციურ ძალას, სამվել კარაპეტიანის და რობერტ ქოჩარიანის ლიდერობით. ეს სავსებით საკმარისია, ესე იგი, ფაშინიანისთვის მთავრობის ჩამოყალიბებისთვის, 53 მანდატი არის საჭირო მაგისთვის, თუმცა ეს რეალურად არ არის საკმარისი საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის, ანუ კონსტიტუციის შეცვლისთვის, რისთვისაც საჭირო იყო 70 მანდატი და ფაშინიანის პარტიას 9 მანდატი აკლდება ამისთვის. მაგრამ მე ასე მახსოვს და არ ამგონია ვცდებოდე, რომ კვლევები ადასტურებდა იმას, რომ ფაშინიანსა და მის პარტიას თითქოს მეტი უნდა მიეღოთ. იმოქმედა თუ არა გარკვეულწილად ერთგვარად მაინც რუსეთის ფაქტორმა, ბოლო პერიოდში, ბოლო დღეებში, ბოლო კვირებში განსაკუთრებით გაავებულმა, გააქტიურებულმა მუხარებმა, მათ შორის რუსეთიდან და იმ პოლიტიკამ, საინფორმაციო პოლიტიკამ, არქიბლიდურმა პოლიტიკამ, რომელსაც აწარმოებდა რუსეთი. ამ შედეგები მოხდა. სწორედ ეგ ფაქტორი არის, სადაც ჩნდება ცდომილება, რადგანაც რეალურად კვლევები ადასტურებდნენ, რომ ნიკოლ ფაშინიანს ჰქონდა მეტი მიღების საშუალება და რეალურად რომ შევადაროთ წინა არჩევნებიდან შედარებით, ფაშინიანმა მეტი ხმა მიიღო, ნედლი ხმა ამ არჩევნებში. დაახლოებით 40,000 ადამიანით მეტი ხმა. შესაბამისად, ხმის მიღების საკითხი არ არის მეტი აქტიურობა და იყო შეფასება ნამდვილად, რომ აქტიურობა ხელს შეუწყობდა უფრო მეტად ფაშინიანს, სამწუხაროდ გამოვიდა, რომ ნაწილობრივ აღმოჩნდა ეს სიმართლე და ასევე აქტიურობა
ხელი შეუწყო ასევე პრორუსულ ძალებს. სავარაუდოდ ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი მობილიზაცია ასევე ჰქონდათ მათ, განსაკუთრებით რუსეთის მიერ წინასაარჩევნო ემბარგოს დაწესების ფონზე, რომელიც რეალურად არ არის პატარა საკითხი, რადგან 7 მილიარდი დოლარი სომხური ეკონომიკის MŠP-ი ეს არის დაახლოებით 25% არის პირდაპირ თუ არა პირდაპირ დამოკიდებული რუსეთზე და რუსეთთან ვაჭრობაზე. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ცხადია, ბევრ ადამიანზე ეს ემბარგო ასე თუ ისე აისახა, ბევრ ბიზნესზე და დარწმუნებული ვარ, რომ ამას ექნებოდა ზეგავლენას სწორედ არჩევნების კონტექსტში. პუტინმაც ესე იგი არ მისცა შვიდი გარემო ამ არჩევნებს და პირდაპირ უკრაინული სცენარით დაემუქრა, რამაც რა თქმა უნდა, ასე თუ ისე გარკვეულ ნაწილში საზოგადოების შექმნიდა ასეთ დაძაბულობას. ჯამში შეგვიძლია თქვათ, რომ ფაშინიანის პარტიას, ანუ ღიად პროდასავლურ პარტიას 50%-მა მისცა ხმა, ხოლო ღიად პრორუსულ პარტიებს ესე იგი 38%-მა ხმა. რეალურად მე ეს უკვე შევაფასე, როგორც საკმაოდ ტრაგიკული ვითარება ასეთი პროცენტი, როცა პრორუსულ პარტიებს გააჩნიათ და ეს რთული ვითარებაა ზოგადად სომხეთში. ეს ვისაც ამბობ და აი უკვე შემდგომშიც ეს არ მინდა თქვა, რომ ყიფე უმრავლესობა, მეთქი არა, 12% მაინც 12%-ია და არა 7, მაგალითად 2, ხო? 12%-ია, საკმაოდ დიდი უპირატესობაა მეორე მხრივ, მაგრამ რამდენად შეინარჩუნებს ამ უხეშად 12%-იან უპირატესობას პროდასავლური სომხეთი, არა მხოლოდ ფაშინიანი, არამედ ზოგადად პროდასავლური, დასავლეთზე ორიენტირებული სომხეთი, უკვე შემდგომ, როდესაც რეფერენდუმის საკითხი დადგება დღის წესრიგში და ეს არ მინდა შემეშალოს და აგვისტოს თვე. გვამწდები გიორგი. რეფერენდუმი გამოცხადებული არ არის. დიახ. და ფაშინიანი ამბობს, რომ რეფერენდუმის გზით არ ვაპირებთ სვლას. ანუ გულის არა ევროკავშირის კი არა, მე ყარაბაღთან დაკავშირებულ არსებულ საკითხი. დიახ. ბატონო, ყარაბაღთან დაკავშირებით რაც შეეხება ასევე სუბთა კონსტიტუციონალურად კონსტიტუციის შეცვლას და ეს აუცილებელია ესე იგი, რადგან პრეამბულაში არის ნახსენები დამოუკიდებლობის დეკლარაცია და დამოუკიდებლობის დეკლარაციაში არის ნახსენები ყარაბაღი. რეალურად ეს არის ტექნიკური შეფერხება და აზერბაიჯანის მხრიდან იმედი მაქვს, რომ ტექნიკურ შეფერხებაზე დიდი აქცენტი ახლა აღარ გაკეთდება, რადგანაც სამწუხაროდ პრეამბულის შეცვლისთვის საჭიროა ახალი კონსტიტუციის მიღება. მას 9 მანდატი აკლდება ახლა ახალი კონსტიტუცია რომ მიიღოს. ასე რომ შეუძლია 5 წელი მართოს ქვეყანა და რეალური მშვიდობა განამტკიცდეს და ხალხმა ბოდიში გიორგი რა გაიხსენე აზერბაიჯანთან ურთიერთობაში ეს პრეამბულა თუ კონსტიტუციის ეს ნაწილი არ შეუშლის ხელს აზერბაიჯანთან სრულფასოვანი ურთიერთობის აღდგენას. თუ ბაქო იქნება ადეკვატური სწორი აქვს, სწორი ხსნით? იცით, ბაქო აქამდე აცალება, რომ სამშვიდობო შეთანხმების საბოლოოდ ხელმოწერისთვის აუცილებელია ამ პრეამბულის შეცვლა, ანუ ამოღება და მაგის მერე მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობები. ეს არის ერთი გზა, ახლა ბოლოს და ბოლოს ჩვენ რეალ პოლიტიკაში ვიმყოფებით, ხო, ეს აზერბაიჯანიც ასევე რეალისტურია პრეზიდენტი ალიევი და იმედი მაქვს, რომ სომხური საზოგადოების ეს ხმა და ეს არის უმრავლესობის ხმა, ხო, რეალურად პოლიტიკურად აქტიური საზოგადოების უმრავლესობის ხმა. და ახაც მნიშვნელოვანია მხოლოდ 50%-ზე არ გავაკეთოთ აქცენტი, იმიტომ რომ ის დანარჩენი 30 ესე იგი რომ თქვიო 38 რომ პრორუსულ ძალებს წავიდა 12% კიდე რჩება. პატარ-პატარა პარტიებზე და ბარიერი ვერ გადალახეს, შესაბამისად ბარიერ გადალახულად კონსტიტუციურად გამოდის რომ ფაშინიანს ხარს უჭერს საზოგადოების 58% ამ მდგომარეობით. შესაბამისად იმედი მაქვს რომ ესეთი მხარდაჭერა რომელიც მოიპოვა ძალიან რთულ წინასაარჩევნო ციკლში, წინა 5 წელი რით იყო განპირობებული ყარაბაღში ვითარებით, ეთნიკური სომხებისგან დაცლით, უმდიდესი ესე იგი ტრაგედიით შემდეგ რაც ამას უკავშირდებოდა, ხო, ეს დევნილების საკითხი, ამ რეალობაში ცხოვრება, აქედან გამომდინარე აზერბაიჯანთან სამშვიდობო პროცესის დაწყება, დელიმიტაცია, დემარკაცია, ანუ ძალიან მტკივნეულ რამეებზე წავიდა ფაშინიანი, ეს ეხება ასევე ეკლესიის თემას, რომელიც ძალიან მტკივნეულია ემოციურად საზოგადოების ნაწილისთვის. შესაბამისად, ამ ყველაფრის ფონზე რომ სომხურმა საზოგადოებამ ასეთი ფხიზელი გადაწყვეტილება მიიღო, იმედი მაქვს რომ ბაქო ამას გაითვალისწინებს და
ჯერ წავა რეალური ნაბიჯები, როგორც ჩანს, ჩემი დასკვნა ასეთია, რომ საზოგადოებამ ბოლომდე ვერ დაინახა ფაშინიანის ყველა მტკიცებულებაში აი სრული მხარდაჭერა ვერ მისცა, ანუ სრულად ვერ დაინახა ეს მშვიდობა როგორია, ეს ღია საზღვრები როგორია, ეს ეკონომიკური ურთიერთობა როგორია, ეს ძლიერი ჯარი რას გულისხმობს, ანუ მეტწილად დაინახა, მაგრამ ამაში არ არის სრული დარწმუნება. და ვფიქრობ, რომ მომდევნო 5 წელი უნდა იყოს იმისთვის დახარჯული, რომ საზოგადოება დარწმუნდეს, რომ მშვიდობა გარდაუვალია, რომ ომის პროცესის დაბრუნება არ ხდება, ანუ აი იმ რიტორიკის, რომ იმისთვის რომ დარწმუნდეს საზოგადოება და დარწმუნებული ვარ, რომ თავად პრემიერი ფაშინიანი ძალისხმევას არ დაიშურებს. მეორეს მხრივ, სომხეთს ძალიან არ უნდა გაუჭირდეს ეკონომიკურად. რუსეთიდან ამ ვარწუხების მოჭერა კიდევ გარდაუვალია, ხო? იქნება. ასაკვირველია. მზად არის ესეთი კითხვა, მზად არის თუ არა ევროპა ან დასავლეთი ზოგადად, რომ სომხეთს შეუმსუბუქოს ის რეალობა, რომელიც შესაძლოდ დადგება. განსაკუთრებით ცხადია გულისხმობ აქ ენერგომატარებლებს, ბუნებრივ აირს, $170 ყიდულობს ახლა სომხეთი რუსეთისაგან და მართლა თუ ჩაჭრა ეს ხაზი რუსეთმა ამ შემთხვევაში სხვა აგასე მაგალითად იგივე აზერბაიჯანიდან მოუწევს შეტანა ამ ბუნებრივი აირისა და ასე შემდეგ და აი ევროპა რამდენად ბოლომდე ამ წამამდე ასაკვირველი ასია რომ ევროპა მხარს უჭერს იქ არის ლაპარაკი 50 მილიონზე სხვა თანხებზე ინვესტიციებზე ევროპასა და ზოგადად დასავლეთი მაგრამ აი უკვე როცა აი ზამთარი მაგალითად რამდენად რთული შეიძლება იყოს სომხეთისათვის საკმაოდ რთული შეიძლება იყოს, იმიტომ რომ რუსეთს სწორედ ზამთრის გამოყენებაც შეუძლია და მე ვფიქრობ, რომ ევროპამ აქამდე რეალურად აჩვენა, რომ კი ბატონო მხარს უჭერს ბევრი მექანიზმით, ეს აქ არის სადამკვირვებლო მისია აზერბაიჯანთან საზღვარზე, რომელმაც მშვიდობის გარანტია არის პრაქტიკულად, აქ არის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ მისია, რომელიც 2 წლიანი მანდატით არის და არა მარტო საარჩევნო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს 50 მილიონი არის დაწყება, ევროკავშირმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება ირაკლი გუშინ პრაქტიკულად ტარიფები მოუხსნა სომხეთს ექსპორტისთვის, რაც ნიშნავს, რომ სომხეთი DCFTA-ში ჩართო, ოღონდ DCFTA-ის გარეშე და ამავდროულად გამოდის, რომ სომხეთი ევრაზიულ კავშირში რჩება და ევროპამ კარი გაუგო. ეს არის ვაუხსნათ ნებისმიერი პროდუქციის გატანა ჩვენი არ იყოს სომხეთს შეუძლია ყოველგვარი ტარიფების გარეშე ჩვენ მიღებული გვაქვს 2014 წელს ეს ღმა და ყოველწლიური სავაჭრო ხელშეკრულება და სომხეთიც უკვე სარგებლობს ამ პრივილეგიით. დიახ. კი ბატონო, მიუხედავად იმისა, რომ ევრაზიული კავშირის წევრად რჩება, გამონაკლისი დაუშვეს. ახლა უკვე 7 მილიარდი არის წლიური მშპ-დან რუსეთზე. 7 მილიარდი ბევრია რეალურად. და შესაბამისად თუმცა ევროპა არის უმდიდრესი გაერთიანება დედამიწაზე. ვერც ამერიკა და ვერც ჩინეთი ვერც შეედრება ევროპას ერთსულ მოსახლეზე, როცა ვთვლით მათ საერთო ესე იგი სიმდიდრეს და მათ შესაძლებლობას და პოლიტიკურ მზაობას, იმიტომ რომ ამერიკას სხვა დღესასწაული გააჩნია, ასე ვთქვათ, ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინოს. ამერიკას აქ აქვს ტრიპის პროექტი, რომელიც ძალიან სერიოზული ინვესტიციაა, მაგრამ ევროპას შეუძლია ძალიან მისთვის 7 მილიარდი დოლარი განსაკუთრებული თანხები არ არის. და აქ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება არის აღსანიშნავი. დღეს გააკეთა, რომ მოვიდა ევროპის ტესტის ანუ ასე ვთქვათ დრო, რომ ევროპამ უნდა დაამტკიცოს სამთქმით, რომ სომხეთის გვერდით არის და დაეხმარება და ვფიქრობ, რომ ეს რეალურად მეტწილად ფინანსურია. აზერბაიჯანიდან შეიძლება გაზის და ნავთობის შეწყიდვა, თურქეთიდან პროდუქციის ძალიან ბევრი მდგენელის, ცენტრალური აზია შემოუერთდება ნელ-ნელა ყაზახური და ხორბალი, თურქმენული გაზი, ევროპიდან თურქეთის გავლით, საქართველოს გავლითაც ბევრი რამ იმედია ქართული ოცნება აქ საბოტაჟს არ მიმართავს, თუმცა გარკვეული იცი ამაზე საუბრობდით, რომ აი ეს პროდუქცია ეხლა რაც რუსეთმა აკრძალა, სრულიად ბჭყალებში შემთხვევით 1 წელია საქართველოს ამაზე გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა და ამაზე მე საჯაროდ საუბრობდი ეს 1 წელი და ეს ძალიან სამწუხაროა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსულ გავლენებს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში და საბოლოო ჯამში ევროპის მხარდაჭერის და ამერიკის მხარდაჭერის ფონზე შესაძლებელია ამ სირთულეების გადალახვა და ვფიქრობ, რომ აქ მე სწორედ ამაზე ვსაუბრობ ხოლმე ევროპელ და დასავლელ კოლეგებთან, რომ აქ საქართველოს და სომხეთი პაკეტში უნდა განიხილონ, დღეს საქართველოს ძალიან უჭირს
მაგრამ მინიმუმ სომხეთში უნდა გაიმაგროს ეს მდგომარეობა, რომ სომხეთი არ დაეცეს, ასე ვთქვათ, პრორუსულად, მათ შორის ეხლა არჩევნების ხილვა გაკეთდა კარგია, მაგრამ შემდგომ უკვე, აი გაზის საკითხი, ეხლა ეს ექსპორტის საკითხი, სომხეთი გავამაგროთ, ეს საფუძველს შეუქმნის იმას, რომ საქართველოს გავათავისუფლოთ. ერთი რეპლიკა უყურთ ეს არ არის კითხვა გიორგის თვის ზელენსკი ახსენა გიორგიმ მე გეტყვით რომ იცით თქვენ სამაყურებელს მიმართავ რომ 11 ივნისგან იხილავენ საქართველოსთან დაკავშირებით უბიზო რეჟიმის შეჩერება არ შეჩერების საკითხს თუმცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული დეკემბერში და ზელენსკი რაშუაშიაო ბევრი თქვენგანი მეტყვის თუ ვინმე დაიცავს საქართველოს მოსახლეობას გაგიკვირდება და არ არის საქართველოს ხელისუფლება აი ზელენსკის სწორი აქტები რომ საქართველოსაც უნდა მიაქციოს ყურადღება ევროპამ, რომ საქართველოს არ უნდა გასწიროს და ასე შემდეგ, ვინც ის და გადამწყვეტი იქნება, მაშინ როცა პოლიტიკური გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდება, რომ კავშირი შეუჩეროს თუ არ შეუჩეროს საქართველოს მოსახლეობას უვიზოდ მიმოსვლის გადაადგილების შესაძლებლობა. ეს არ იყო კითხვა, კვლავ ვიმეორებ, კითხვა კი გიორგისათვის შემდეგია. გიორგი, გასაკვირად შემდა ირაკლი კობახიძე იყო პირველთა შორის, ვინც მიულოცა პრემიერ ფაშინიანს. მივესალმოთ ამ გადაწყვეტილებას პრემიერი ირაკლი კობახიძისა. მაგრამ აი ზუსტად იმ დროს, როდესაც ირაკლი კობახიძე ულოცავს პრემიერ ფაშინიანს გამარჯვებას პლუს-მინუს 9 საათის შუალედში, ირაკლი კობახიძის მიერ კონტროლირებული იმედი აკეთებს შემდეგ სიუჟეტს ერევნის ცენტრიდან და არა მხოლოდ. რომ არჩევნები გაყალბდა, გამოკითხული არის 3, 4, 5 ადგილობრივი, რომლებიც ცხადია ჩერჩეულები არიან და ყველა საზოგადოებაში არის ყველა აზრის მქონე პირი, მათ შორის ფაშინიანის მოწინააღმდეგე სპეციალურად ის პირები, რომლებიც ლაპარაკობენ მშვიდობაზე სომხეთისათვის. არც ევროპა მინდა და არც რუსეთი მინდა, მეორე მესიჯია მეორე რესპონდენტისა. მესამე რესპონდენტის მესიჯია, რომ ფაშინიანის ხელში დაიღუპება სომხეთი. რითი შეიძლება ავხსნათ ის, რომ ერთის მხრივ ოფიციოზის წარმომადგენელი პრემიერი ულოცავს ფაშინიანსთან პირველთა შორის. მეორე მხრივ მისი კოლეგა, თანაპარტიელი, თანალიდერი პაპუაშვილი ცოტა დამცინავად ლაპარაკობს, ხოთა შორის მარწყვზე არ ვიცი მეაქცია თუ რა შეყურადღება. რა თქმა უნდა. ხო და ხო აქ არის საბოლოო ჯამში იმაზე ლაპარაკი, იმაზე მინიშნება, რომ პრემიერი ფაშინიანი ცოტა ხნის წინ ავტობუსში მждომის არჩევნო კამპანიის პარკებში სწორედაც რომ მარწყვს მიირთმევდა და ევროპულ მარწყვზე არ გავცვლით ჩვენს ღირსებას თუ სულ რაღაც ბოდვა ჩემიაზე. მაგაზე გეტყვი რომ მანამდე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა თქვა რომ ჩვენ მარწყვზე სუვერენიტეტს არ გავცვლით. ოღონდ რუსეთის მიმართ. ოღონდ რუსეთის ხო, და პაპუაშვილმა მე ვნახე დღეს და ნუ პირდაპირ გეტყვი რომ აი არ ვიცი აღფრთოვანების, აი გაბრაზების, აი რა სიტყვა უნდა მოუძებნო ამის აღშფოთების და გაბრაზების რა სიტყვები იმით რასაც აკეთებენ. ანუ პაპუაშვილმა თქვა რომ მარწყვზე არ გავყიდეთ სუვერენიტეტს ევროკავშირის მიმართ. წარმოუდგენელი ამბავი არის უბრალოდ. წარმოუდგენელი ამბავია და კიდევ უფრო წარმოუდგენელია რომ არდებსაც კი რუსთავი ორი იმედი და ალბათ სხვა არხებიც აშკარად მოდი ასე ვიტყვი ანტიფაშინიანურს კი არა სომხეთის საწინააღმდეგო ქარდებს ამზადებენ საინფორმაციო პოლიტიკა როგორ ხსნით ამას გიორგი აი რა ანალიზის შეგაკეთება შეიძლება და ყურადღება მისვირდი ბარემ უკაცრავად ბარემ ერთ-ერთი ქარდი იყო ამგვარი რომ აი ფაშინიანი აპირებს ოპოზიციის წარმომადგენლების დაჭერას არის კარაპეტიერი არ იგულისხმება მხოლოდ ხო იგულისხმება ყველა ბარიერ გადალახული პარტიის ლიდერი მათ შორის კოჩარიანი და პრინციპში მაინც სისხლის სამართლის დამნაშავე ეს აგვარია ცარუკიანი ხო თუ არ ვწდები ხო აი და ეს საზიზღარი კაცია ფაშინიანი რომ აი ესეთი რეპრესიული ნაბიჯები შეიძლება გადადგას კი ბატონო კობახიძის განცხადება ფაშინიანისადმი პირველ რიგში უნდა ყურადღებით ვიყოთ რომ არ იყო ანუ გამარჯვებაში მილოცვა არამედ იყო წარმატება მოულოცა. წარმატება მოულოცა, იმიტომ რომ პირველ ადგილზე გავიდა ფაშინიანი არჩევნებში. და ქართული ოცნებაც 2024 წელს გავიდა პირველ ადგილზე
და ფაშინიანმა ისევე წარმატება მიულოცა. იმიტომ რომ იმ დროს 4 კოალიცია თითოს ჰქონდა 13-12% და ჯამში ჰქონდა იქ 48 რო გამოვიდა და კიდე ეჭქვეშ რო დაყენდა ეგ ნიშნები, მაგრამ პირველ ადგილზე ვინც გადის საპარლამენტო სისტემაში, იმას აქვს უპირატესობა, რომ დაიწყოს ესე იგი მთავრობის ფორმირების მცდელობა, გამოუვა თუ არ გამოუვა, იგივე იქნებოდა ჩვენთანაც. ასე რომ ფაშინიანს რომ მოულოცა იგივე ლოგიკით, რომ ფაშინიანმა თავის დროზე ერთ-ერთმა პირველმა ან პირველმა სულაც მიულოცა, მაგ ლოგიკაში ხდება, მაგრამ მანამ ამავდროულად ახლა საქართველოს ისე როგორც სომხეთი პატარა ქვეყანაა, ჩვენ ხო ვიცით ქართული ოცნების მათ შორის რიგებში რა ტიპის მსჯელობა არის და იმედის აი ამ პათეტიკას მთლიანად შეესაბამება ქართულ ოცნებაში რეალურად ფაშინიანის საწინააღმდეგო განწყობებია საკმაოდ სერიოზული, მათ შორის მხარდამჭერებთა შორისაც და იმედის მარტო პოსტები არა, კომენტარებიც რო ვნახოთ რა ხდება იმ კომენტარებში ქართული ოცნების მხარდაჭერების მხრიდან ან ტროლების და ბოტების მხრიდან, ხო? აშკარა არის რომ დღეს ფაშინიანი სამიზნე არის გამხდარი მათთვის და ეს შედარებები სრულიად აბსურდულია. როგორც პაპუაშვილის შედარება ეხლა გამოდის რომ რუსეთის და სომხეთის ისტორიის ურთიერთობების წარსული და საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობების წარსული ერთი და იგივეა. ეს ხომ პრიმიტიული მარტივი კითხვა ალბათ პირველ კურსელისთვის საერთაშორისო ურთიერთობების. შეადარე საქართველოს ისტორიის განმავლობაში სულხან საბას პერიოდიდან და მთელი დამოუკიდებლობა და მთელი საბჭოთა პერიოდი თვითონ ისწრაფვი და ევროპული სივრცისკენ ყოველთვის. ზურაბ ჟვანიამ თავად თქვა მე ვარ ქართველი მაშასა და მე ვარ ევროპელი. ეს არ იყო მარტო სააკაშვილის ეს ჯერ გამსახურდია დაწყებული შევარდნაძის მერე სააკაშვილის მერე ოცნების რეალურად დღის წესრიგი იყო ხო არავის ხო არ დაგვავიწყდა და აქ პრორუსული ნარატივები რაც იყო რუსეთმა სომხური საყრდენში თანთქვა გადაწყვიტა და სომხეთმა გაიაზრა სომხი ერი ასე თუ ისე საკმაოდ პრორუსული იყო ისტორიულადაც ეს სიმართლეა უნდა ვთქვათ და დღეს რომ სომხურმა ერმა ეს გაიაზრა ეს ძალიან სერიოზული გაკვეთილი უნდა იყოს ბევრისთვის რომ ესე იგი თუ სომხეთთანაც ესეთი რამე მოხდა ასე იგი სრულიად სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე იმ რუსეთთან სომხეთი თუ ვერ დალაგდა ბევრი სხვა ქვეყანა ნამდვილად ვერ დალაგდება ბევრი ფაქტის გათვალისწინებით ასე რომ აქცენტი მაგაზე ახლა საქართველოში აი მაგალითად აქაც ამბობენ რომ ეს ოპოზიცია არის აგენტურა და საქართველოშიც არის ეს თეზისი მაგრამ ახლა არის კითხვა ჩვენ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება და რა ლოგიკით უნდა აქ პროდასავლელ ადამიანს ერქვას აგენტურა სომხეთში გაწევრიანება საათ რუსეთის შემადგენლობაში რა იდეას თავაზობს ან როცა ვამბობთ თუნდაც აი ახლა მაგ კონტექსტში ხო იმაზე ოპოზიციის შეზღუდვა აქ ხო არსით საკითხი ჩდება ან გაწევრიანება რომელიმე სივრცეში განსხვავება თუ შენ ამბობ რომ დემოკრატიულ ევროპასა და ავტორიტარულ უკაცრავად რუსეთს შორის განსხვავება არ არსებობს თუ შენ ამბობ რომ რუსეთის ქმედებების და ევროპის ქმედებების შორის განსხვავება არ არსებობს მაშინ შენ აყალბებ ბაზისურ რეალობას და ამომავალი წერტილიდან მე ცხადია ვერ შეადარებ უკვე რეალობას სწორედ ეს არის რომ არსებითად სხვადასხვა რამეა რუსეთი და ევროპა რუსეთის აგენტურა სრულიად სხვა რამეს აკეთებს და ევროკავშირის მომხრეები და პარტნიორები სრულიად სხვა რამეს რუსეთი სხვანაირად ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში და ევროპა სრულიად სხვანაირად ერევა მათ შორის როცა ამბობს რომ გვინდა რომ კანონი იქონდეს კანონის უზენაესობა დემოკრატიული არჩევნები ეს არის ევროკავშირის საფუძვლები ანუ ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმები და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები არის საპირისპირო ერთმანეთისგან შესაბამისად თუ ამას არ გაითვალისწინებ მაშინ კი ბატონო ოცნების გაყალბებულ რეალობასთან მოვალთ როდესაც აღმოჩნდება რომ თურმე ფაშინიანი დიქტატორია და ოცნება დემოკრატები არიან ანუ აი რაღაც აბსურდამდე მიდიხარ მაგ ლოგიკით ის ნაწილის თუ არ შეწყვეტები ოპოზიციონების დაკავებასთან დაკავშირებით გაჭირა დაკავებასთან დაკავშირებით ფაშინიანი ღიად ამბობს რომ ეს ოპოზიცია ესე იგი რუსეთიდან მართულია და პუტინი არ მალავს ამას ღიად პუტინმა თქვა რომ მაგელ კარაპეტიანი ჩვენი მეგობარი რომ არის მან ხელი არ შეუშალოთ ასევე სხვა ოპოზიციონერებზე ახლა ესენი სამივე არის მილიარდერები ჯერ ეგეც ავიღოთ ხო ჩვენთან ოპოზიცია პრაქტიკულად სახსრების გარეშე არის დარჩენილი ხოლო სომხეთში სამივე ოპოზიციური ძალა არის მილიარდერი მაშინ როდესაც ფაშინიანი არ არის მდიდარი პოლიტიკური ძალა
და ხალხის მხარდაჭერაზე დგას, ზუსტად იგივე როგორც საქართველოში ოპოზიცია. ქართული ოცნება კი რუსი ოლიგარქიდან არის მართული. ეს ხო აი საპირისპირო რეალობა. ასე რომ ფაშიანი როცა ამბობს რომ ამათი კორუფციული სქემები გაყალბება აქვს ხო ჯერ ერთი მოსყიდვის უზარმაზარი მასშტაბი იყო. წარმოუდგენელი მასშტაბი იყო მოსყიდვის. პლუს რუსეთიდან ჩამოსული ადამიანების ვინც ხმამისცა ასევე ძალიან სერიოზული ნაკადი. შესაბამისად ესეც უნდა გავითვალისწინოთ რომ აქ იყო გარეჩარევის სხვა ფაქტები და ეს რეალურად მივდივართ იქამდე რომ ეს ივანიშვილს გავს სწორედ და რუსეთმა უბრალოდ ვერ შეძლო ეხლა ივანიშვილი ორი სცენარის განმეორება ძალიან უნდა და ამის განხორციელება ასე რომ ფაშიანი რასაც ამბობს პოლიტიკურად გასაგებია დაკავება იქნება ეს თუ გარკვეული საქმეები და ასე შემდეგ ამას მხარდაჭერა საზოგადოების ისედაც აქვს დიდი ხანია და მოდი პირდაპირ ვთქვათ რა პრობლემა იმაშია რომ ფაშინიანმა პრაქტიკულად სერიოზულად არ შეუზღუდა რუსეთს აქ ჰიბრიდული მოქმედების საშუალებები და თურმე ეს სიმსივნესავით არის მოკლედ რუსეთი ამ კუთხით ახერხებს ასე თუ ისე საზოგადოებაში შესვლას და რეალურად ჩვენ რასაც ხედავთ ასე თუ ისე მოახერხა გარკვეული საზოგადოების 1/3 მაგალითად დაახლოებით მოტყუება საკუთარ ნარატივებზე ესე იგი ნარატივების დამყარება, დამკვიდრება, შესაბამისად ამას სხვანაირად უნდა ებრძოლო. აქ არ გამოვა რომ რუსულ ჰიბრიდულ პროპაგანდას შენ არ ებრძოლო და თქვა რომ ეს დემოკრატიის ნაწილია. ამას ვედავებოდით ყოველთვის ფაშინიანს, იმიტომ რომ ავტორიტარული სისტემა დემოკრატიას ებრძვის, რომ მე ავტორიტარიზმი დაამყაროს. ეს მოხდა საქართველოშიც თავისი არსით. ივანიშვილმა დემოკრატიული ინსტიტუტები გამოიყენა და დღეს დაამყარა ავტორიტარიზმი, რომელშიც კარგი, მოდით ერთი რამეთ შევადავთ, ხო ფაშინიანი ქუჩაში დადის ხალხში ჩვეულებრივ სულ და მუდმივად. სრული საპირისპირო არის ქართული ოცნების და სომხეთში ნებისმიერი მიტინგი აგერ დღესაც დაშვებულია არ გამოდის ეს ოპოზიცია ვერ გამოდის საქართველოში ტროტუარზე დგომის გამო იჭერენ ახალგაზრდა სტუდენტ გოგობიჭებს ეს ხო ფაქტები ასე რომ რეალობის გაყალბების მცდელობები კი იქნება იმედის მხრიდან მაგრამ სინამდვილეში აი ცოდნა ვინც ჩაიხედება ამ ყველაფერში დაინახავს რომ სრულიად საპირისპირო არის ვითარება და ბოლო კითხვა გიორგი მადლობა კარგი პასუხებისთვის ახლა უკვე სომხეთი მანამდე რუმინეთი თუ თავდაპირველად რუმინეთი მოლდოვა უნგრეთი რუსეთი გარშემო სუსტება აქ იგულისხმება ბაჩოვის ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოები სირიაში სადღა არის ინჩი და ბინჩი აღარ ისმის ასადის ასე მაგალითად და მე ვარაუდობ რომ ირანში დასუსტან სუსტება რუსეთი ავტომატურად შეიძლება თლაც ზუსტი დეფინიცია სიტყვა არ არის მაგრამ მიხვება კი ამ პროცესში ამ სახელმწიფოებს საქართველო წარმოუდგენელია რომ კონტექსტმა გარკვეული ზეგავლენა არ მოახდინოს ან გარშემო ყოფა სახელმწიფოებმა საქართველოში პოლიტიკურ პროცესზე ევროპისკენ თუ მიდის სომხეთი და მიდის გასაკვირველია და თან პრემიერი ფაშინიანი აქებს საქართველოს დღესაც გააკეთა კომენტარი საქართველოსთან დაკავშირებით და ცხადია ჩვენი მეგობრობა ვიც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში ეგრა მაგის პასუხია გარდაულად აუცილებელია მაგრამ თუ საქართველო იქნება ბარიერი უკან გადავარდებული სავარცხელი რომელიც რაღაც კლდებათ ამოიზარდა ხო და შეუშალა სომხეთის რესპუბლიკას ევროინტეგრაციაში ხელი მე არც იმას არ გამოვიცხავ რომ რაღაც პატარა კონფლიქტებიც კი იყოს მაინც და მაინც ხელისუფლებების შორის არა მაგრამ აი რაც იყო კიდეც რამდენიმეჯერ თქვა თვირთებთან დაკავშირებით და ტარიფებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ მოკლედ კითხვა ესეთია მიხვება საქართველოს ამ პროცესში ამ ხსენებულ ქვეყნებს ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინაში არის ძალიან კარგი პოზიტიური განვითარება რუსეთის მიმართულებით. ცხადია უკრაინა განაპირობებს ბევრ ამას ამ სივრცეში და სომხეთის გამარჯვება ეხლა დაეხმარება ასევე რომ სომხეთი, აზერბაიჯანი, ცენტრალური აზია გადიოდეს, გავიდეს ასევე რუსეთის გავლენებიდან. ბუნებრივად რჩება საქართველოს და ბელარუსის საკითხი და ჩვენ პირველ რიგში გვაინტერესებს ხადია საქართველოს საკითხი და როგორც კი რუსეთი დასუსტდება კიდევ უფრო უკრაინის ფრონტზე და იცი რომ უკვე ბლუმბერგიც წერდა იმას რომ იმას პუტინს აფრთხილებენ რომ ეკონომიკა ვეღარ უძლებს ამ ყველაფერს და უკრაინის დარტყმების გაგრძელების ფონზე დასუსტდება რუსეთი და გარკვეულწილად საბჭოთა კავშირის ბედს დაუახლოვდება ავღანეთის ომის ფონზე
ამ პირობებში საქართველოში ერთი რამ არის გასათვალისწინებელი. რაც არ უნდა და რამდენიც არ უნდა ქართულმა ოცნებამ და რუსეთის მსახურებმა საქართველოში ეცადონ, შეცვალონ, დაამყარონ ავტორიტარული რეჟიმი, პრორუსული რეჟიმი, ქართველი ერი ბუნებით იყო ყოველთვის ყველაზე მიდრეკილი თავისუფლებისადმი და რამდენიც არ უნდა დაიჭირონ ახალგაზრდა თაობა გვეზრდება, რომელიც ყოველთვის გაიხსენებს ვინ არის საქართველოს გმირი და ვინ არის საქართველოს მოღალატე და არასდროს ორჯონიკიძე არ იქნება გმირი და ყოველთვის ანწუხელიძე იქნება გმირი საქართველოსი და შესაბამისად ამის ფონზე ადრე თუ გვიან ჩვენ აუცილებლად გავათავისუფლებთ საქართველოს და დარწმუნებული ვარ რომ ეს ყველა პროცესი რომ აღნიშნე ეხლა სომხეთში სწორედ მაგიტომაც ვარ რომ სომხეთის არჩევნების კონტექსტიც ძალიან დაგვეხმარება რომ ადრე გვიან კი არა ადრე იყოს რაც შეიძლება ადრე იმიტომ რომ კი ბატონო სომხეთის რეალური დამოუკიდებლობა და ევროინტეგრაცია საქართველოს გარეშე შეუძლებელია და საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთთან ერთად ეს პროცესები იმიტომ რომ გაზრდის დროსაც საშუალებებსაც ანუ ხელს ჩაკეტილი ერთობლივი ინტეგრაცია არის ის რაც წარმოგვიდგენია როგორც რეალური შესაძლებლობა და როგორც კი გეოპოლიტიკური მდგომარეობა ამას ხელს შეუწყობს საქართველოს ჯერი დადგება საქართველოს გათავისუფლებასთან ერთად ჩვენ ძალიან სწრაფი ტემპებით შევძლებთ საქართველოს და სომხეთის ევროინტეგრაციას და შესაბამისად მივაღწევთ სრულიად ახალ კონფიგურაციას გიორგი ტომასიანი იყო ჩემი სტუმარი, მათ შორის ამ პასუხისთვისაც მე დიდ მადლობას ვეუბნები მას. გიორგი, მადლობა და წარმატებას გისურვებ. ჯერ საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ახლა სომხეთში მყოფი და პირი, რომელიც აკვირდება იმ ისტორიულ ამბავს, რაც ახლა ჩვენს მოძმე და მეგობარ სახელმწიფოში ხდება. გიორგი, წარმატებები და გამარჯვება შენ. დიდი მადლობა ირაკლი, საქართველოს ჯერია. მადლობა. ნამდვილად. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.